აურა მედიცინაში არის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური რამე, რაც ადამიანებს შეიძლება გადახდეთ ან დაემართოთ დრო და დრო. აი ესეთი რამეა დაახლოებით, რომ ვერ ხედავ თავიდან ჩვეულებრივად უყურებ თქვათ ეკრანს და მე რაღაც რიცხვებს ან ასოებს ვეღარ ხედავ რა. ვერ ხედავ და მე არათუ ვერ ხედავ, ხვდები რომ თვალებში რაღაც ზიგზაგებივით ელავს რა. და ეს შეიძლება გავდეს ხერხზე, ხერხის პირი რო წარმოიდგინოთ ეს ზიგზაგები, რომელიც ელავს ძალიან და აქ ძალიან საინტერესო ისაა, რომ შეიძლება დახუჭო თვალი ძლიერად და ეს ზიგზაგები დარჩეს. გაახელ მაინც არის, არსად არ მიდის მოკლედ. ასევე ბრმა ადგილები შეიძლება გამოჩნდეს თვალში, რომელსაც მხედველობის არეში, რომელიც ვერ ხედავ რა ხდება იმ ადგილებში, კიდე წაიკითხო რაღაცა ვერ კითხულობ. ნელ-ნელა ეს გადის, რამდენიმე წუთი გრძელდება და ნელ-ნელა ადამიანი გრძნობს თითში, ჩხლეტას. ეს ჩხლეტა ამოდის მე ზევით ხელზე, წინა მხარზე და შეიძლება მე ტუჩიც. და ეს ჩხლეტა გადადის მე დაბუჟებაში. შეიძლება ადამიანს ასევე დაეკარგოს მეტყველების უნარი. მაგალითად, უნდა ეს რომ თქვა მომაწოდე კალამი და თქვა მომაწოდე ჩაიდანი, ანუ სხვა სიტყვის შეცვალს აფაზია დაემართოს. აი ძალიან უცნაური მოვლენებია, ხო ეს რომ ანელ რაღაცა თვალებში რაღაცა ჩდება, ზიგზაგები მე რაღაც ჩხლეტის შეგრძნება ეს ამოდის. მე ვერ მეტყველებ რაშია საქმე, ხო? ადამიანს უჩნდება განცდა, რომ რაღაცა სასწაული იმართება, რაღაცა დიდი პრობლემაა მის წინაშე. მაგრამ თუ კარგად დავკვირდები, დაახლოებით ეს გავს ესეთ რაღაცას, რომ გინახიათ ალბათ ტყეში რომ ხანძარი ჩდება. და ხანძარი მოძრაობს ნელა. ნელა მოძრაობს და ზევიდან რომ დახედო ესეთ რაღაცაა, რომ აქეთ ტყე არის, აქეთ ცეცხლის ზოლია და იქით ჩაშავებული, რაც დაიწვა ეს ჩაშავებულია და ეს ცეცხლის ზოლი ნელა აქეთ მოდის. აი ზუსტად ეგეთი რამე ხდება თავის ტვინში. ამ კორტიკალურ დეპოლარიზაციას ეძახიან ხოლმე. ამას ეხა ეს რთული სახელია რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ესე, რომ თავის ტვინი ეს მრგვალი რაც არის, მისი სხვა უბნების აღგზნება ხდება ნელ-ნელა ტალღასავით. აიგზნება, ჩაიქრობა, აი ესე. რაღაც აღგზნება რას ნიშნავს? ანუ ელექტრული იმპულსი გაძლიერდება მასში. და აი რასაც ხედავთ, ის ზიგზაგები რო გაჩნდა, ეს არის მხედველობის უბნის აღგზნება მოხდა და ზიგზაგები გაჩნდა და თვალს რომ დახუჭავ, მაინც ჩამს ზიგზაგები, იმიტომ რომ ის შენ თვალში კი არ წარმოიქმნა, აქ წარმოიქმნა ტვინში. და ამიტომ ხედავ მაინც. ეხლა უფრო საინტერესო რა არის? რომ თუ გვაქვს ხანძარი. ორ რამეზე იფიქრებ რა, რომ ერთი ცეცხლის გამოწვეული სიმპტომები და მეორე ცეცხლისგან დაკლებული რაღაცები, ზიანი. ანუ ცეცხლმა გამოიწვია ალიც, სიმხურვალეც, მაგრამ ცეცხლმა წაგვართვა ხეც, ანუ დაწვა, ტყე და აღარ გვაქვს ის ხეები, ხო? ზუსტად ეგეთი რაღაცა ხდება. ოღონდ თავის ტვინში ეს ესეთ კატასტროფული არ არის, ანუ ხანძარს ვერ შევადარებთ, როგორც კი არ კლავს თავის ტვინის უჯრედებს ეს აღგზნება. ეს უბრალოდ ტალღასავით გადაივლის, მაგრამ ის უჯრედები ისე ცოცხლები რჩებიან. აი ესა განსხვავება. ანუ ხის შემთხვევაში და ტყის შემთხვევაში დაიწვება ეს ტყე და თავის ტვინის შემთხვევაში ტალღასავით გადაივლის ეს აღგზნება, მაგრამ თავის ტვინის უჯრედები ისე რჩება. მაგრამ აქა ძალიან საინტერესო რამე, რომ თავიდან ხო ეს აღგზნება გვაქვს. ანუ ტალღასავით გადაივლის თავის ტვინში ეს აღგზნება, ხო? და ეს აღგზნება იწვევს პლუს სიმპტომებს. ანუ ამატებს რაღაცეებს, ანუ ამატებს რაც არა გვაქვს იმას, როგორც ცეცხლი რას ამატებს, სინათლეს, სითბოს, ხო? აი ესე ამატებს ეს დეპოლარიზება თავის ტვინის კორტიკალური. ამატებს ზიგზაგებს. ანუ ხედავდი ჩვეულებრივ რაღაცებს და იმან დაამატა ზიგზაგებს ხედავ. ანუ დაამატა სიმპტომები. ეს დეპოლარიზება ან თავის ტვინის აღგზნება ამატებს აი ამ ჩხლეტის შეგრძნებას. ან ჩვეულებრივ გარემოსხო შეეხო და გრძნობ, მაგრამ არა, ის ჩხლეტას ამატებს და ჩხლეტას გრძნობ, დაამატა.
და დამატების მერე აი ამ დამატების სიმპტომის მერე მოდის ჩაქრობა. ანუ ვეღარ აღიქმნება ეს ნეირონები, ეს თავის ტვინის უჯრედები ცოტა ხანი შეწყობენ მუშაობას, იმიტომ რომ ძალიან ძლიერად აენთნენ, როგორც ძალიან რომ დაიხარჯო, ირბინო რაც შეიძლება, მე წამოწევ დაიძინებ ცოტა ხანი, დაახლოებით ეგრე ემართებათ. და აი აქ გვაქვს უკვე მინუს სიმპტომები. მინუს სიმპტომები რა არის? ფუნქციის გაქრობა, რაც იყო, ის აღარ არის. მაგალითად, ზიგზაგების მერე უბნებით ჩდება, სადაც ვერ ხედავ. ანუ მხედველობა დაიკარგა იმ მომენტალურად, რაღაც უბანში იკარგა მხედველობა. მეორე, დაბუჟება, ვეღარ გრძნობ. და ადამიანმა შეიძლება თქვას, ხელები დამისუსტდაო. და ეს ხშირად არის ხოლმე ექიმს ეუბნებიან, რომ ხელები დამისუსტდა, ხელში ძალა წამერთვა. ოღონ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავარკვიოთ რეალურად, ან მართლა ხელში ძალა წაერთვა ჩამოუვარდა ეს ხელი და ვერ აწევს ზევით, თუ უბრალოდ იმდან დაბუჟებული აქვს და ვერ გრძნობს ვერაფერს, რომ გონია რომ ხელი დაუსუსტდა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რატო? იმიტომ რომ თუ უბრალოდ დაუბუჟდა, ეს აურაა. და თუ მართლა წაერთვა ხელი, ეს ინსულტია. ანუ უზარმაზარი განსხვავება, ანუ ინსულტში წუთები წვეთს და თუ აურა არაფერი. გაივლის. აი ესა უზარმაზარი სხვაობა, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ მინუს სიმპტომები გვაქვს აურის დროს, მაგალითად ეს ხედველობში რაღაც ადგილს ვერ ხედავს ადამიანი, დაბუჟების შეგრძნება აქვს, ვერ ლაპარაკობს, ან სიტყვას ვერ პოულობს, ესეც აურაა, მაგრამ გადის მალევე. და ციკლური ხასიათი შეიძლება გქონდეს. ეხლა აურა რას ნიშნავს აურა და რითია ცნობილი? აურა ცნობილია იმით, რომ აურას მოყვება თავის ტკივილი. და ეს ვეძახით შაკიკს. ანუ შაკიკის წინარე მდგომარეობას ვეძახით აურას. ოღონდ სიამოვნებაში აურა თვითონ არის შაკიკი. ანუ ტვინის ის უჯრედების აგზნებას ვხედავთ აურის დროს. ეგ არის ყველაფერი და ანუ ის მერე ტკივილი მოყვება. ან არ მოყვება. შეიძლება აურა იყოს ტკივილის გარეშეც. ანუ შაკიკის ტკივილის გარეშეც შეიძლება იყოს აურა. ორივე შესაძლებელია. და აი აქ თუ ეხლა წარმოიდგინე რომ ადამიანი 40 წელს ზევით არის, აურა აქვს, მაგრამ ტკივილი არ აქვს. და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს არ არის ინსულტი. იმიტომ რომ ხო შეიძლება ინსულტს გავს, ან ყველაფრით გავს ინსულტს რა. ან მეტყველებას კარგავს, ხელს ვეღარ გრძნობს, კარგად ვეღარ ხედავს. ადამიანს შეიძლება თქვა თავი მეხება სუსტად თუ რაღაც. შეიძლება. რითი განვასხვაოთ მაშინ ინსულტისგან? ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაცა დახვჭე თვალები, თუ ზიგზაგები ისევ არის, მაღალი ალბათობით აურაა. მოუჭირე ხელი რამეს, თუ შეგიძლია რომ ხელს ძალ დაატანო, აწიო, მოუჭირო ეს ამოძრაო ხელი, მაღალი ალბათობით აურაა და არა ინსულტი. ლაპარაკის უნარიც. ანუ თავიდან შეიძლება წაერთვას, მაგრამ მალევე უბრუნდება. და მთავარი განსხვავება კიდე. ინსულტის დროს პლიუს სიმპტომები არ აქვს. ანუ აი ეს რომ წვის ისა ჩხლეტის შეგნება თითებში მოდის და მე ესე გრძელდება ნელ-ნელა ამოდის, ეგ არ აქვს. ზიგზაგები როგორც წესი არ გვაქვს. აი სინათლეს რო ხედავ და რაღაცა. ან პლიუს სიმპტომები არ გვაქვს ინსულტის დროს. და კიდევ უფრო მთავარი. ინსულტი გავს დაახლოებით რომ ერთ ბაშად შუქი ან თუ ან ჩააქრო ოთახში. ამას გავს. ანუ ერთ ბაშად მოუვა ადამიანს რაღაცა. და აურის დროს წუთების განმავლობაში ვითარდება. ნელ-ნელა ვითარდება. აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები. ტკივილი შეიძლება მოყვებოდეს. შეიძლება არც მოყვებოდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოყვება აურას თავის ტკივილი. მაგრამ არის შემთხვევები, როცა არ მოყვება. ეხლა მთავარი მითები, რაც აურაზე არის, რომ პირველი მითი არის ხოლმე მხოლოდ თავის ტკივილის მოახლოების ნიშანი. არ არის თავის ტკივილის მოახლოების ნიშანი, ეს როგორც გიხარით, თვითონ არის რეალურად ამ შაკიკის შეტევის აქტიური ფაზა არის თვითონ. და ის წინარე სიმპტომები, რაც ადამიანები გრძნობენ ხოლმე, რომ 1-2 დღით ადრე ან 1-2 საათით ადრე რაღაც თქნარება და ესეთი კისრის დაჭიმულობა, გაღიზიანებულობა, დაღლილობა, კონცენტრაციის დაქვეითება, მაგას ქვია პროდრომი. ეს არის პროდრომი. და აი ეს რომ მოძრავი ბრმა ლაქა თვალში, რომელიც ჩხლეტა, სიტყვების პოვნის გაძნელება, ეს არის ლოკალური სიმპტომები და ეს არის აურა.
აურის სიმპტომები რეალურად სრულიად შეგრძელვადია. ანუ გრძელდება 5 წუთიდან 1 საათამდე და ჩვეულებრივად დაბრუნდება ადამიანი იქნება მერე კარგად. შესაბამისად არაფერი დიდი პრობლემა აურაში არ არის. რამე პირდაპირ მკურნალობა ჭირდება თუ არ ჭირდება, თვითონ აურას პირდაპირ მკურნალობა არ ჭირდება, გარდა იმისა, რომ დაისვენო უნდა, რა თქმა უნდა. აურის ყველაზე დიდ პროცენტ შემთხვევაში არის ეს ვიზუალური სიმპტომები. სენსორული სიმპტომები, ეს ჩხლეტა და დაბუჟება, დაახლოებით 50 ან შემთხვევების ნახევარშია. ხან არის, ხან არ არის. მეტყველების ეს დაქვეითება დაახლოებით 20-30%-ია, ვისაც აურა ემართება. ანუ ყველაზე მთავარი მხედველობა, მერე ჩხლეტა, მერე სიტყვების გაძნელება. აი ეს ხშირია. შეიძლება ქონდეს სამივე ერთად, რა თქმა უნდა. და ვისაც მეტყველების სიტყვების გაძნელება, იმას მხედველობის გაუარესებაც აქვს. ახლა თავარი რაც უნდა უგვახსოვდეს, რომ აურა უეცრად ერთ წამში არ ხდება. შეიძლება უცებ თვალში შავი ფარდა გადაეფაროს და აი ნაწილობრივ გაშავდეს, ეს შეიძლება იყოს ბადურის აცლა. ამიტომ არ უნდა ანუ აურა ნელ-ნელა ვითარდება, აურა ზიგზაგებით ვითარდება და ის რომ თქვა უეცრად თვალში ფარდა გადაეფარება ადამიანს მოულოდნელად და სხვა სიმპტომები არ აქვს, ეს სასწრაფო გადაუდებელ მდგომარეობას საჭიროებს და ეს სხვა მდგომარეობა. და რა თქმა უნდა, არ უნდა აგვერიოს ინსულტში, რაც ყველაზე მთავარი. განსხვავება ინსულტთან არის რომ ანუ თანდათანობით განვითარება, ზიგზაგები ან ჩხლეტა, სიმპტომები ერთი უბნიდან მეორეზე გადადის, ანუ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, რამდენიმე სიმპტომის თანმიმდევრობა, მნიშვნელოვანი თანმიმდევრულად ვითარდება სიმპტომები, ჯერ აქ დაიწყო ჩხლეტა, მე წამოდა თანმიმდევრობით მოგზაურობს რა. ეგ არის და წინა შეტევების სტერეოტიპული სურათი, ანუ ერთი და იგივე რაღაცები ხდება ყოველჯერ და გეტყვის ადამიანი რომ აი ესე იწყება, მე ესე ამოდის, მე ესე ამოდის, ეს ხდება. და სრული აღდგენა, მე კარგად ვარ, გეტყვის ადამიანი. და ინსულტი არის მოულოდნელი სიმპტომი თავიდანვე მაქსიმალური ძალით არის, ფუნქციის დაკარგვა, სისუსტე, დაბუჟება, მხედველობის დაკარგვა ერთბაშად ხდება, რამდენიმე ესეთ სიმპტომი ერთბაშად ხდება, ან ნელ-ნელა კი არ გამოდის, ერთბაშად ჩამოვარდება იმას იმ ადამიანს სახე, ან ხელი, ან დაკარგავს იმას. და ახალია ეს ყველაფერი. ანუ არ გეტყვის რომ იცი ყოველ წელს მემართება ან თვეში ერთხელ მემართება, ესე არ არის. გააკეთოს ადამიანმა აურის დროს, ერთი რომ თუ მანქანას ატარებ, უნდა შეწყვიტო, რა თქმა უნდა გადახვიდე უსაფრთხო ადგილზე, დაისვენო, ეგ მნიშვნელოვანია. ხო, და ჩაინიშნო დრო დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება, უნდა შემოწმო ორივე თვალი, დახუჭე თვალი, ზიგზაგი დარჩა, თუ ზიგზაგი დარჩა, ესე იგი მაღალი ალბათობით აურაა და თვალში არაფერი არ არის. ძლიერი და მოციმციმე სინათლე უნდა შეამცირო, აცნობე ადამიანს, მერე თუ პირველად მოხდა შენ ცხოვრებაში, მიდი ექიმთან, რომ შესაბამისი იყოს მკურნალობა. ხო, შეიძლება თუ არა აურის შეჩერება. უშუალოდ აურის სიმპტომებს ვერ შეაჩერებ, ძალიან ძნელია რა. და ესე ტრიპტანის აურის ფაზაში მიიღება არაერთგვაროვანი ან ტრიპტანები არის, რომელიც მკურნალობს რეალურად ამას რა და ამიტომ არაერთგვაროვანი შედეგები აქვს. რო ვთქვათ, რომ აი ძალიან ეფექტურად ვაჩერებთ აურას, ეგეთი არ არის. შესაბამისად, თვითონ უშუალოდ აურის დროს თუ კი თავის ტკივილი არ მოყვება, რამის სპეციფიური გაკეთება საჭირო არ არის. თუმცა მიდგომა ესეთია, რომ ანუ პერორალური ტრიპტანები, ან დასავლევი ტრიპტანებია რა, ეს სუმატრიპტანი მაგალითად და ეს ან არასტეროიდული ანთების საწამებო პრეპარატები, იბუპროფენი მაგალითად, ან პარაცეტამოლი, ხო, და შეიძლება ასპირინი ზოგ შემთხვევაში. ადამიანს ეხმარება მოკლედ. ზოგჯერ შეიძლება იყოს მეტოკლოპრამიდი იმის საწინააღმდეგო, ღებინების საწინააღმდეგო საშუალება. ყველაზე ხშირად რა წამლები ჩვენიან, სუმატრიპტანი, რიზატრიპტანი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, პარაცეტამოლი და გულისრევის ანტიემეტურები, ეს მეტოკლოპრამიდი. ხო, ეგენია ყველაზე ხშირად რასაც იყენებენ ხოლმე, სუმატრიპტანი უფრო სპეციფიკურია. ოღონდ აქ არის ერთი ნიუანსი, რომ თუ ადამიანს აქვს ინსულტი, მაგრამ სუმატრიპტანის მიცემა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეგენი ტრიპტანები ავიწროვებენ სისხლძარღვებს და შეიძლება მდგომარეობა გაუარესოს და ადამიანს უარესი დამართო. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ანუ ეს არის აურა, თუ ეს არის ინსულტი. ინსულტის დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, წაიყვანო ჰოსპიტალში, აურის დროს კი ისა ტრიპტანები შეიძლება. ამიტომ თუ გაურკვევლათაა და არ იცი ზუსტად, მაშინ ტრიპტანების მიცემა პირდაპირ არ შეიძლება. თუ თავის ტკივილი არ მოყვება აურას, მაშინ არაფრის გაკეთება არაა საჭირო. დააკვირდი, ან საშიშ სიმპტომებს უნდა უყურო, დრო დაინიშნო და გადაივლის თავისით. რამე განსაკუთრებული სპეციფიური არ ჭირდება, მოკლედ თუ კი ისა
თუ კი პრობლემა არაა მაგ მხრივ და ტკივილი არ მოყვება და ადამიანს რამე სერიოზულ პრობლემებს არ უქმნის. და აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია კიდევ თავის ტკივილის წამლები არ უნდა მიიღოთ ხშირად, თორე თავის ტკივილის წამლება პირიქით აქ შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი და გაუარესოს შაკიკი. ამიტომ მაქსიმალურად იშვიათად. რაც შეეხება პრევენციას, შესაძლებელია თუ არა აურის და შაკიკის პრევენცია. კი, ხოლმე როცა ხშირად ვითარდება, მაშინ პრევენციას მიმართა თვის განმავლობაში რამდენჯერმე როცა აქ და მძიმედ აქ ადამიანს შეიძლება მიმართონ, მაგალითად ტოპირამატი გამოიყენება ხოლმე. მაგრამ ანუ ეს ექიმის გარეშე ესეთი პრეპარატები არ უნდა მიიღოთ. ინიშნება ხოლმე 25 მილიგრამი ერთხელ დღეში ძირითადად ღამით. პროპრანოლოლი ასევე ინიშნება ხოლმე მაგ დროს 20 მილიგრამი ორჯერ დღეში და ესეც ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანისა, მაგრამ ანუ ეგ მოქმედებს გულზეც, ამიტომ ანუ ყურადღებით უნდა იყოს ადრენერგული აქტივობა აქ და ამცირებს რა ადრენერგულ აქტივობას და შესაბამისად ანუ ყურადღებით უნდა იყოთ. ნუ ასტაბილურებს მე შაკიკთან დაკავშირებულ ქსელურ აღგზნებას და მაგითია მნიშვნელოვანი. ხო, განსაკუთრებით აი თუ ტრემორი აკანკალებს ადამიანს, გულის აჩქარებები და ესეთი, მაშინ უფრო უკეთეს ფოთვასთან თუ დაკავშირებული, ან მაშინ უკეთესად ნიშნავენ ხოლმე რა ქვია პროპრანოლოს. ხო, ნუ ყურადღებით უნდა იყოს რა თქმა უნდა ადამიანი, ვისაც აქვს ასთმა, არ შეიძლება ასთმის. არ შეიძლება ადამიანებს ვისაც აქვს ისეთ შენელებული გულისცემა თუ აქვს, ან დაბალი წნევა თუ აქვს, ან ზოგიერთი გულის მდგომარეობების დროს არ შეიძლება მოკლედ ყურადღებითაა საჭირო ყოფნა. ამიტრიპტილინი ასევე საღამოობით შესაძლებელია ამიტრიპტილინი, მაგრამ აი კიდევ ერთხელ, ანუ მასაც აქვს თავისი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით გრძელვადიანი, ამიტომ არის რომ ყურადღებაა საჭირო ესეთ პრეპარატების, ანუ იმისთვის რომ წამდალიო წინასწარ, აი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა გქონდეს. ამიტომ ნუ ექიმთან შეთანხმები შესაძლებელია, მაგრამ თვითნებურად პრევენციისთვის ესეთი პრეპარატები არ უნდა მიიღოთ. რა ეხმარება საკვები დანამატები და რიბოფლავინი მაგალითად B2 ვიტამინი 400 მილიგრამი ორჯერ დღეში ინიშნება ხოლმე ეხმარება. მაგნიუმი 400-600 მილიგრამი, ნუ გლიცინატი მაგალითად. ხო, სხვა ფორმები არსებობს კიდე მაგნიუმის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. რამე სპეციალური ესეთი მკურნალობა არ არსებობს, რითიც შეიძლება რომ აურა სპეციალურად უმკურნალო, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, თავარია განსხვავება ვიცოდეთ და ვიცოდეთ რა არის, რაც წარმოადგენს და როდის არის საში. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.